მეგობრებო, იმდენი დაწერილია კავკასიის რეგიონზე, განსაკუთრებით 90-იან წლების დასაწყისიდან, როცა საქართველოს დამოუკიდებელი გახდა, რომ შეიძლება ითქვას, არც კი არის თემა დარჩენილი და არც კი არის საკითხი, რომელიც არ განხილულიყო. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ კავკასიის რეგიონი მაინც რჩება სოფლიოს ყურადღების ქვეშ, თუ მაინც და მაინც სოფლიოს არ ვიტყვით, რეგიონის კონტინენტის ქვეყნის ნაწილის ყურადღების ქვეშ და რა თქმა უნდა ჩვენი მეზობლების ყურადღების ქვეშ. ბატონმა მამუკამ სწორად აღნიშნა, თუ ისტორიას გადავხედავთ, ახლა მე-7 საუკუნიდან არ ვიცი, მაგრამ მე-19 საუკუნიდან მაინც, როცა უკვე საქართველოს გამოიკვეთა, ყოველ შემთხვევაში რუსეთის შემადგენლობაში, ამიერკავკასია ერთგვარ სავაჭრო, რკინიგზა, ტრანსპორტი განვითარდა. საქართველოში უკვე გაიხსნა უცხოეთის ქვეყნების საკონსულოები, დიპლომატიური, ვერ ვიტყვი საელჩოები, მაგრამ საკონსულოები, რომელიც გარკვეულწილად დიპლომატიურ წარმომადგენლობის როლსაც ასრულებდა. ბათუმი სავსე იყო უცხოური საკონსულოებით. ნამდვილად, გეთანხმებით, და რას ნიშნავდა ეს? ეს იმას ნიშნავდა, რომ აინტერესებდათ რეგიონი. რა თქმა უნდა, აქ იყო აზერბაიჯანი, ბაქოს ნავთი, განსაკუთრებით ნავთობსადენი რომ გავიდა ბათუმში, მაშინ დაიწყო ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, აღზევება. და შესაბამისად, იმ პერიოდიდან უკვე კავკასია სოფლიოს და ევროპის თვალსაზრისში მოექცა, თვალსაწიერში და ყურადღების ცენტრში. რა თქმა უნდა, ახლა იმ პატარა ოქროს ხანას რომ ვეძახით 18-21 წლებში, ეს ყველაფერი უფრო წარმოჩინდა და უფრო მეტად გახდა აქტუალური. საკმაოდ ესეთი იშვიათი შემთხვევაა, რომ სწორედ იმ მომენტში კავკასიის სახელმწიფოებმა, ამაზე სტატია საქართველოს პარლამენტი გამოდიოდა, ჟურნალი თუ გახსოვთ ბატონო მამუკა, იქ პირველი სტატია გამოაქვეყნა კავკასიის ინტეგრაციისა ინტეგრაციის პერიოდები. 1919 წელს ერთგვარი საერთაშორისო ორგანიზაცია ჩამოყალიბდა სამხრეთ კავკასიაში. აქ იყო ესე იგი სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და ამას ერქვა ამიერკავკასიის საბჭო. ამაში იყო რაღაც ესეთი ინტეგრაციის ერთგვარი გამოვლინება, ვერ დავარქმევთ ამას მხოლოდ კავკასიურ რაღაც სტრუქტურას, ამაში იყო ჩადებული ერთმანეთის დახმარება, კულტურა, ეკონომიკა და სხვა მრავალი. ეს რაც შეეხება იმ პერიოდს, მაგრამ 90 წლების დასაწყისიდან ყველას გვახსოვს მშვიდობიანი კავკასიის იდეა. ისევ და ისევ ცენტრში მოექცა საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანი. ჩვენ გვახსოვს ბატონო მამუკა ერთად მუშაობდით პარლამენტში. შეხვედრები იყო ჩრდილოეთ კავკასიის ჩათვლით, მაშინდელი პრეზიდენტი აქტიურად მონაწილეობდა ამ შეხვედრებში და სწორედ ამის შედეგი იყო სწორედ ეს მილსადენები, ეს სატრანსპორტო ინტეგრაცია და მრავალი სხვა. გასაგებია, რომ კავკასიის რეგიონი ძალიან რთულია, როგორც ეთნიკური თვალსაზრისით, ასევე გარკვეულწილად ორიენტაციების, გეოპოლიტიკის თვალსაზრისით, მაგრამ რადგანაც ახლა ბუნებამ ჩვენ მოგწა, რომ ერთ რეგიონში ვიცხოვროთ, აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ კავკასიის რეგიონი ყოველ შემთხვევაში თუ მთლიანად მშვიდობიანად არა, ბევრი ვეცადეთ, მაგრამ კონფლიქტები მაინც არის. მაინც ვეცადოთ, რომ გარკვეულწილად გადავაქციოთ მშვიდობის ზონად. სამწუხაროდ საქართველოს არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში კონფლიქტი. ყველაზე მეტი კონფლიქტები არის ჩვენთან. ერთი აზერბაიჯანში იყო, ისინი უკვე სომხეთი და აზერბაიჯანი ასე თუ ისე შეერიგდნენ. საქართველოში ჯერ კიდევ რჩება ესეთ გაყინული კონფლიქტები, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი დამამოხრუჭებელი ფაქტორი არის კავკასიის რეგიონის განვითარებისთვის და რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად საქართველოს განვითარებისთვის. და სწორედ ეს კონფლიქტების კერები, სეპარატიზმი არის ჩვენთვის სამომავლო გამოწვევის ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, ფაქტორი, რომელიც საფრთხესაც ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავს ჯერ კიდევ, იმიტომ რომ რადგანაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ჩვენ სიტუაციას, ჩვენს მდგომარეობას და ტერიტორიას, აქედან გამომდინარე ყოველთვის რჩება ფეთქებად საშიში მომენტი. მეორე მომენტი
აი ახლა წარმოიდგინეთ თქვენ რეგიონში სამი სახელმწიფო და არც ერთ საზღვარი არ აქვს ნორმალური. ნუ მე არ მესმის ახლა სახელმწიფო რომ ქვია ჯერ უნდა გქონდეს ტერიტორია და საზღვარი. არც ერთს. ნუ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჩვენ ერთმანეთის მეზობლები ვართ და აქედან გამომდინარე ჩვენ თუ არ გვაქვს დარეგულირებული საზღვარი აზერბაიჯანთან არც იმას არ აქვს. მაგრამ აზერბაიჯანი რო გადავავლოთ თვალი ყველაზე კარგ სიტუაციაშია. მას აქვს ირანთან დარეგულირებული, აქვს რუსეთთან დარეგულირებული, აქვს ნუ მეტნაკლებად უკვე სომხეთთან, ყოველ შემთხვევაში იმ ტერიტორიას უკვე ფლობს, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს იყო და აი საქართველოს არც რუსეთთან აქვს, არც სომხეთთან, არც აზერბაიჯანთან. ერთადერთი ყარსის ხელშეკრულებით თურქეთთან აქვს ჩვენი. აი ეს უსაზღროობა, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ჩვენ ვიცით რომ ზოგჯერ ხდება ხოლმე ინციდენტები სასაზღვრო, ზოგჯერ საზოგადოება ღელავს, აი ის ისტორიული ძეგლები რაღაცა. და თუ ეს საზღვარი არ დარეგულირდა, ეს იქნება მუდმივი, ასე ვთქვათ, ერთგვარი ფეთქებად საშიში ფაქტორი. ასე რომ მე ვთვლი რომ კავკასიაში სასაზღვრო საკითხი ტერიტორიული და სასაზღვრო ეს დელიმიტაცია, დემარკაცია, ეს არის აუცილებლად პირველ რიგში გადასაწყვეტი, მაგრამ არ ვიცი ხო ჩვენი მთავრობა ცოტა ესეთი ლაითად რომ თქვა უდგება ამ საკითხს და აქედან გამომდინარე, ნუ არსებობს რა თქმა უნდა პრობლემა, ნუ რუსეთთან დაკავშირებით ახლა მე მახსოვს 90-იან წლებში იყო კომისია, სასაზღვრო კომისია და ამ კომისიამ ვერაფერი ესეთი ვერ პოზიტიური ვერ შეიმუშავა, მაგრამ ჩვენ გვაქვს კომისია, თუმცა მუშაობს თუ არ მუშაობს, ეგეც ვერ გავიგე. აზერბაიჯანთან, გვაქვს სომხეთთან, ნუ სომხეთთან დაკავშირებით უფრო რაღაც გარკვეული აქტიურობა შეინიშნება. მაგრამ რამდენიც ჩვენ ვილაპარაკეთ, ჩვენ გვახსოვს, რომ კრიმინალიც კი იყო რაღაც რუკები, მთელი ეს. ყოველ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა და საფრთხე არის. კიდევ ერთი მე მინდა ვთქვა, რომ ეხლა ევროპას ჩვენ უყურებთ როგორი სიცხეა, ხო? გლობალური დათბობა კავკასიის რეგიონზე იმოქმედებს საშინლად. იმიტომ რომ კავკასიის ყინულები თბება, ეს დნება. ამდენად წყალი იკარგება ტყუილ უბრალოდ. ჩადის ზღვაში ჩვენ არაფერი. რო დადგება დრო რაღაც ალბათ 10-15 წლის შემდეგ, როცა კავკასიას დღეს სასმელი წყალი, ნუ საქართველოს მახლობლობაში ყველაზე მეტი ტყე და სასმელი წყალი ჩვენთან არის. და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ როგორც კავკასიის სამივე, განსაკუთრებით საქართველოს, უნდა შევინარჩუნოთ აი ეს ჩვენი სიმდიდრე. ეხლა ეს რა თქმა უნდა მთლად გეოპოლიტიკა და ის არ არის სუფთა პოლიტიკა და სუფთა დიპლომატია, მაგრამ ეს არის ჩვენი ეკონომიკის, ასე ვთქვათ, საწინდარი. იმიტომ რომ როცა ესეთი ცუდი ვითარება იქნება მსოფლიოში, საქართველოს თუ ჩვენი ტყე გვექნება და ჩვენი სასმელი წყალი, ეს მთლად უკეთესი იქნება. ეს იმოქმედებს ტურიზმზე, ეს იმოქმედებს სოფლის მეურნეობაზე. აქედან გამომდინარე მე ვთვლი, რომ აი ეს ეკოლოგიური გამოწვევა საქართველოსთვის და კავკასიის რეგიონისთვის, სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. დანარჩენად ახლა ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვილაპარაკოთ მილსადენებზე, რკინიგზებზე, დერეფნებზე. რა თქმა უნდა, საინტერესოა ეს ყველაფერი. მე მინდა ვთქვა, ახლა შარშანდიდან მოყოლებული მოგეხსენებათ ჯერ მეგრის დერეფანი ერქვა, შემდეგ ზანგეზურის, ახლა ტრამპის დერეფანი ქვია, მშვიდობისა და ასე ვთქვათ განვითარებისთვის. ბატონ ვანმა იცის რომ ბევრი ლაპარაკი იყო ამის თაობაზე რომ არ იქა საქართველოს დაიჩაგრება, არ იქა საქართველოს ასე ვთქვათ რაღაც კონკურენტი უჩნდება, მაგრამ როგორც მოვლენება გვაჩვენა, ჩვენი დანიშნულება გვაქვს, იმას თავისი დანიშნულება ექნება. ამერიკისა და ირანის ომმა ეს საკითხი ცოტა ასე ვთქვათ გვერდზე გადაწია, იმიტომ რომ ახლა არავის არ ეცალა იმისთვის. თუმცა ამერიკამ უკვე გამოყო 104 მილიონი დოლარი ამ დერეფნის ასე ვთქვათ გააქტიურებისა და ასამუშავებლად. როგორც მე წავიკითხე, აზერბაიჯანი თითქოს უკვე მზად არის, ყველაფერი აქვს თავისი მხრიდან გაკეთებული, რომ უკვე შეუდგეს ამ ხრივ მუშაობას, მაგრამ აი დანარჩენი მხარე რა შეება ეს მე იმდენად არა ვარ გაცნობიერებული, თუმცა მე ვფიქრობ რომ
ეს დერეფანი შეასრულებს ალბათ თავის მოვალეობას, მაგრამ ის რაც ჩვენს ტერიტორიებზე გადის ეს ნავთობსადენები, გაზსადენები, ყოველ შემთხვევაში უახლოეს 5-10 წელიწადში და უფრო მეტ წელიწადში ჩვენ მე მგონი რაიმე საფრთხე ამ ხრივ არ გვემუქრება, იმიტომ რომ გეოპოლიტიკური სიტუაცია ისე ვითარდება, რომ აი ესეთი ახალი დერეფნები ნაკლებად აქტიური იქნება. რაც არის, ალბათ იმას გამოიყენებენ, როგორც საერთაშორისო ოპერატორები, ასევე ჩვენი ხელისუფლებაც ამას ხელს შეუწყობს. და რა თქმა უნდა, მე მინდა ასე ვთქვათ, მოკლედ შევეხო საქართველოს მდგომარეობას იგივე მეზობლებთან. აი ძნელად მოიპოვება ამ სოფლიოში ისეთი სახელმწიფო, რომელსაც აქტიური მჭიდრო კავშირები აქვს ჩრდილოეთ მეზობელთან, მაგრამ არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები. არც ერთი მე მგონი გადავავლე თვალებს სოფლიოს ასე ვთქვათ სახელმწიფოებს არც ერთგან ასეთი სიტუაცია არ არის. ესე იგი ამაში რაღაცა ჩანს რომ ჩვენ თუ დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს რუსეთთან, გვაქვს მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა, გვაქვს მჭიდრო კულტურული ურთიერთობა და შესაბამისად უვიზო რეჟიმი არსებობს და სატრანსპორტო მიმოსვლა არსებობს და აი ეს არის ერთგვარი პარადოქსი. რუსეთთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ გასაგებია რომ თუ დიპლომატიური ურთიერთობა, ну ეს ნიშნავს პოლიტიკურ, საელჩოები, საკონსულოები და ასე შემდეგ, მართალია ჩვენ კი გვაქვს, აგერ ჩვენი ბატონი წარმოადგენელია სექციის, ასე ვთქვათ, წარმოადგენელია, მაგრამ ფაქტიურად გამოდის ის რომ საქართველოსა და რუსეთს რომც არ ქონდეთ საელჩოები გახსნილი, შვენივრად არიან ერთმანეთთან, ну თუმცა ახლა ეს საზოგადოებაში მღელვარებას იწვევს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფაქტი ჯიუტია. ასე რომ ჩვენთვის საქართველოსთვის და კავკასიისათვის მომავალი უახლოესი წლები მაინც მე ვფიქრობ რომ ალბათ ერთმანეთთან ინტეგრაცია ისევ ის ძველი ფასეულობები როგორც იყო ძველი მთავარი ასე ვთქვათ კავშირები აი ეს ყველაფერი უნდა განვითარდეს. უცხოეთის პრესა კავკასიის მოვლენებს რა თქმა უნდა უფრო ადრე ძალიან ინტენსიურად აშუქებდა და მე ახლა თვალს ვადევნებ ხოლმე უცხოეთის პრესას ყოველდღიურად ასე თუ ისე საქმის კურსში ვარ. ძალიან შემცირდა მასალები კავკასიის რეგიონზე და საქართველოსაც რა თქმა უნდა. მაგრამ აი როცა სომხეთში არჩევნები იყო, ერთგვარად ასე ვთქვათ მოხდა სტატიების მატება, როგორც თურქულ პრესაში, ასევე ბრიტანულ პრესაში, იყო Financial Times-ში სტატიები და ასე შემდეგ. არჩევნების შემდეგ, თუმცა აქ მეორე ბოლო საკითხი კი არის სომხეთის საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ მაინც გაკვირთ შევეხები. რა პერსპექტივა ელოდება სომხეთსო და ერთ-ერთი უცხოელი კორესპონდენტი წერს, სომხეთისთვის იქნება ყველაზე მთავარი დაბრკოლება ის, რომ როგორ დაუკავშირდეს ევროკავშირს. რუსეთის ასე ვთქვათ გამოკლებით, ანუ როგორ ჩაანაცვლებს ევროკავშირი რუსეთს. იმიტომ რომ გზამ უნდა გაიაროს საქართველოს ტერიტორიაზე, ჯერჯერობით თურქეთთან რაიმე ასე ვთქვათ ზრვა არ არის ამას, თუმცა არის პერსპექტივა, რომ გიუმრი ყარსის ხაზი ამოქმედეს, მაგრამ სომხეთი ყოველთვის ესე იგი ისარგებლებს საქართველოსთან ტრანზიტით. აი ეს ტრანზიტი როგორი იქნება, რა პირობებით, ვაი თუ რა მოხდეს, ასეთი კითხვებია დასმული. და ნუ მე ვფიქრობ რომ ახლა ჩვენ Financial Times შეიძლება საყვედური არ ვთქვათ, მაგრამ ბევრი რამე ასე ვთქვათ კორესპონდენტები წერენ ისეთს რომ საქმის კურსში არ არიან და ნაკლებად იციან რა ხდება რეალური ვითარება და მე მგონი ჩვენ საქართველოს სომხეთთან ერთად ამ საკითხსაც გადაჭრის თუ რამე პრობლემა იქნება ყველაფერი მოგვარდება ურთიერთგაგების საფუძველზე. აი ძირითადად ეს მინდოდა მეთქვა მე.